ყველაფერი, რაც რეალობის შესახებ გასწავლეს, მალე დაიმსხვრევა. ახლა ამ მომენტში თქვენი აზრები უხილავ ქსელში მოგზაურობენ, რომელიც გაკავშირებთ სამყაროს ყველა ადამიანთან, ყველა მოვლენასთან, ყველა შესაძლებლობასთან. ეს არ არის მისტიკა. ეს არ არის ფანტაზია. ეს არის კვანტური ფიზიკის მწვერვალი და ის, რასაც მალე აღმოაჩენთ, ფუნდამენტურად შეცვლის თქვენს მიერ საკუთარი თავის და თქვენი ადგილის ხედვას არსებობაში. კითხვა ასეთია, მზად ხართ გაიგოთ სიმართლე იმ ფარული ძალის შესახებ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გქონდათ? ახლა ხდება ფენომენი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს გაიგებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც იმდენად ღრმა, იმდენად გონებამახვილური, რომ ეჭქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ვიცოდით განცალკევების, მანძილის და თავად ცნობიერების ბუნების შესახებ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც გჯერათ თქვენს გარშემო არსებული სამყაროსგან განცალკევების შესახებ, სრულიად მცდარია. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ არსებობს უხილავი ენერგეტიკული ველი, რომელიც აკავშირებს არა მხოლოდ კოსმოსურ ნაწილაკებს, არამედ თქვენს აზრებს, თქვენს ღრმა ემოციებს და რაც მთავარია, თქვენს ბედს. ეს აღმოჩენა ათწლეულების განმავლობაში კვანტური ფიზიკოსების ლაბორატორიებში თვალსაჩინოდ იმალებოდა. თუმცა მისი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე ძლივს არის შესწავლილი. მოდით, დაგიხატოთ სურათი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რაზე ვსაუბრობთ. წარმოიდგინეთ, რომ ხელში ორი სრულიად იდენტური კამათელი გიჭირავთ. ერთს აქ აგორებთ, სადაც ხართ, ხოლო მეორე პლანეტის მოპირდაპირე მხარეს, ათასობით და ათასობით მილის დაშორებით აგორებს მეორეს. ახლა, სად ხდება საინტერესო? რა მოხდება თუ გეტყვით, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს მანძილი ამ კამათლებს შორის, ერთის შედეგი მყისიერად იმოქმედებს მეორის შედეგზე, არა გარკვეული დაყოვნების შემდეგ, არა რაიმე ხილული სიგნალის მეშვეობით, არამედ მყისიერად, თითქოს მათ შორის სივრცე არ არსებობს. ეს ჯადოსნურად ჟღერს, არა? მაგრამ ეს რეალურია. ეს არის კვანტური ჩახლართულობა და ეს დადასტურდა მსოფლიოს ლაბორატორიებში უამრავი ექსპერიმენტით. კვანტური ჩახლართულობა ავლენს, რომ ნაწილაკები, რომლებიც ერთხელ დაუკავშირდნენ, უხილავად რჩებიან დაკავშირებულნი ნებისმიერ მანძილზე. როდესაც ერთი ნაწილაკი იცვლის თავის მდგომარეობას, მისი ჩახლართული პარტნიორი მყისიერად რეაგირებს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს ინფორმაცია სივრცეში. თავად აინშტაინი იმდენად შეშფოთებული იყო ამ ფენომენით, რომ მას შორეულ მანძილზე მომხდარი საშინელი მოქმედება უწოდა. მას არ შეეძლო ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რასაც კლასიკური ფიზიკა გვასწავლიდა სამყაროს შესახებ. თუმცა, ექსპერიმენტის შემდეგ ადასტურებდა მის რეალობას. მაგრამ რა ნამდვილად გაგაოცებთ? ეს პრინციპი არ ვრცელდება მხოლოდ პაცაცინა სუბატომურ ნაწილაკებზე სტერილურ ლაბორატორიულ პირობებში. შედეგები ვრცელდება მიკროსკოპული სამყაროს მიღმა და პირდაპირ აღწევს თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ცნობიერებასა და თქვენი რეალობის ჩამოყალიბების უნარზე. ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე. სამყაროში ყველაფერი, მათ შორის თქვენც, შედგება ენერგიისა და ფუნდამენტური ნაწილაკებისგან. თქვენი სხეული შედგება ტრილიონობით ატომისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც კვანტურ წესებს მისდევენ. თუ ეს ნაწილაკები შეიძლება დაკავშირებული დარჩნენ უზარმაზარ დისტანციებზე, მყისიერად იმოქმედონ ერთმანეთზე, რას ნიშნავს ეს თქვენი ცნობიერებისთვის? რას ნიშნავს ეს თქვენი აზრებისთვის, თქვენი განზრახვებისა და თქვენი ემოციებისთვის? შესაძლებელია, რომ თქვენი გონება არ იყოს იზოლირებული თქვენს თავის ქალაში, არამედ რეალურად ურთიერთკავშირშია უზარმაზარ, ურთიერთდაკავშირებულ ველთან, რომელიც მთელ არსებობას მოიცავს. მტკიცებულებები ზუსტად ამაზე მიუთითებს და როგორც კი გაიგებთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ შეგნებულად ამ კავშირთან, შეგიძლიათ დაიწყოთ ენერგიის გამბლოკვა, რომელიც ყოველთვის იყო თქვენში მიძინებული გააქტიურების მოლოდინში. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ძალა, უნდა გავიგოთ რაღაც ფუნდამენტური თქვენი აზრების ბუნების შესახებ. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს იმ რწმენით, რომ მათი აზრები პირადია, მთლიანად მათ თავშია მოთავსებული და არაფერზე მოქმედებს მათი უშუალო გადაწყვეტილებებისა და ქმედებების გარდა. ეს სიმართლისგან შორს არის. თქვენი აზრები არ არის იზოლირებული მოვლენები. ისინი ენერგეტიკული სიხშირეებია, რომლებიც თავად რეალობის ქსოვილში ირხევიან. ის მეცნიერებმა ჩაატარეს რევოლუციური კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის გული წარმოქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც თქვენი სხეულის რამდენიმე ფუტის მიღმა ვრცელდება. ეს ველი არ არსებობს მხოლოდ იზოლირებულად. ის ურთიერთქმედებს სხვა ელექტრომაგნიტურ ველებთან,
მათ შორის სხვა ადამიანების და თქვენს გარშემო არსებული გარემოს მიერ წარმოქმნილ ველებთანაც კი. ეს ღრმა მნიშვნელობას იძენს. თქვენი ემოციები და განზრახვები თქვენში არ არის ჩაკეტილი. ისინი გარეთ მოძრაობენ, გავლენას ახდენენ თქვენს მიერ დაკავებულ სივრცეზე და სხვა ადამიანების ენერგეტიკულ ველებზეც კი. ოდესმე შესულ ხართ ოთახში და მაშინვე გიგრძვნიათ დაძაბულობა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ლაპარაკობდა, ან პირიქით, ოდესმე ყოფილ ხართ ისეთ ადამიანთან ახლოს, ვისი ყოფნაც უბრალოდ გაგრძნობინებდათ სიმშვიდეს და ამაღლებულ განწყობას. ეს დამთხვევა არ არის. ეს არის ადამიანის ცნობიერების მიერ გენერირებული ელექტრომაგნიტური ველების პირდაპირი ურთიერთქმედება. თქვენი ემოციური მდგომარეობა ქმნის სიხშირეს და ეს სიხშირე რადიოსიგნალის მსგავსად გადაიცემა გარეთ, ურთიერთქმედებს ურთიერთდაკავშირებული ენერგიის კვანტურ ველთან, რომლის გაგებასაც მეცნიერები ახლა იწყებენ. ახლა კი მოდით უფრო შორს წავიდეთ. თუ აზრები ენერგიის ფორმებია და ფიზიკიდან ვიცით, რომ ენერგია არასდროს ქრება, არამედ მხოლოდ გარდაიქმნება, სად მიდის თქვენი განზრახვები და ემოციები, როდესაც მათ სამყაროში აპროექტებთ. კვანტური ჩახლართულობის პრინციპის თანახმად, არსებობს ურთიერთდაკავშირება ყველა ნაწილაკს შორის, მათ შორის, რომლებიც ქმნიან თქვენს არსებას და ცნობიერებას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ როდესაც ფიქრობთ რაიმეზე, რომელსაც აქვს ნამდვილი ემოციური ინტენსივობა, ეს ვიბრაცია რეზონანსდება ამ უზარმაზარ ურთიერთდაკავშირებულ ველში. პოტენციურად იზიდავს სიტუაციებს, ადამიანებს და რეაქციებს, რომლებიც შეესაბამება ამ კონკრეტულ სიხშირეს. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ადამიანი, როგორც ჩანს, ძალისხმევის გარეშე ავლენს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვან კავშირებს და ტრანსფორმაციულ მოვლენებს, რომლებიც, როგორც ჩანს, სუფთა შემთხვევითობაა, ზოგი კი მუდმივად რჩება ბრძოლისა და იმედგაცრუების განმეორებად ციკლებში. განსხვავება არ არის იღბალი. განსხვავება არ არის პრივილეგია ან დრო. განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მათი გონებრივი და ემოციური ტალღები ენერგიის ამ უხილავ ველთან, რომელიც ყველაფერს აკავშირებს. ამის გაგება ყველაფერს ცვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ პასიური დამკვირვებელი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ხართ აქტიური მონაწილე, რომელიც მუდმივად ასხივებს სიხშირეებს, რომლებიც აყალიბებს თქვენს მიერ განცდილ რეალობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში კვანტურმა ფიზიკამ დაიწყო რეალობის ისეთი მხარის გამოვლენა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას სამყაროს შესახებ. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ექსპერიმენტმა, რომელიც ცნობილია როგორც ორმაგი ჯრილის ექსპერიმენტი, აჩვენა ის, რაც დღესაც აოცებს მეცნიერებს. როდესაც სინათლის ნაწილაკები, რომლებსაც ფოტონები ეწოდებათ, ისვრიან ორი ჯრილით ბარიერს, ისინი ქმნიან ინტერფერენციულ ნიმუშს მის უკან ეკრანზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ტალღებივით იქცევიან. მაგრამ რა არის ნამდვილად უცნაური? როდესაც მეცნიერები დეტექტორებს აყენებენ იმის დასაკვირვებლად, თუ რომელ ჯრილში გადის თითოეული ფოტონი, ინტერფერენციული ნიმუში ქრება და ფოტონები ცალკეული ნაწილაკების მსგავსად იქცევიან. დაკვირვების აქტი ფაქტიურად ცვლის მატერიის ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება, დამკვირვებელი, ფუნდამენტურ როლს ასრულებს ფიზიკური რეალობის განსაზღვრაში. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო გასაოცარი ფენომენი, რომელიც ამას სხვა დონეზე აჰყავს. 1925 წელს ალბერტ აინშტაინმა, ბორის პოდოლსკისთან და ნათან როზენთან თანამშრომლობით შემოგთავაზა აზროვნების ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც დეიქ პარადოქსი. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კვანტური მექანიკა არასრულია. მათი მსჯელობა ასეთი იყო: თუ კვანტური ჩახლართულობა რეალური იქნებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ორი ნაწილაკი შეიძლება დარჩეს დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომა მყისიერად იმოქმედებდეს მეორეზე, მაშინაც კი, თუ ისინი სინათლის წლებით არიან დაშორებულნი. აინშტაინი ამას აბსურდულად მიიჩნევდა, რადგან ინფორმაციის სინათლეზე სწრაფად გადაადგილებას მოითხოვდა, რაც არღვევდა მისივე ფარდობითობის თეორიით დადგენილ კოსმოსურ სიჩქარის ლიმიტს. 10 წლეულების განმავლობაში დეიქ პარადოქსი თეორიულ ცნობის მოყვარეობად, ფილოსოფიურ თავსატეხად რჩებოდა პრაქტიკული გადაწყვეტის გარეშე. შემდეგ 1982 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა, სახელად ალენ ასპექტმა, ჩაატარა რევოლუციური ექსპერიმენტების სერია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ასპექტმა და მისმა გუნდმა მოახერხეს ჩახლართული ფოტონების წყვილების შექმნა და მათი მნიშვნელოვანი მანძილით გამოყოფა. შემდეგ მათ გაზომეს ერთი ფოტონის თვისებები და დააკვირდნენ, თუ რა ხდებოდა მის ჩახლართულ პარტნიორთან. შედეგები უდავო იყო. როდესაც ისინი ცვლიდნენ ერთი ნაწილაკის მდგომარეობას, მისი პარტნიორი მყისიერად იცვლებოდა, მათ შორის სიგნალის გავლის, შეფერხების და ტრადიციული ახსნის გარეშე. აინშტაინის საშიში მოქმედება მანძილზე რეალური იყო.
ამან დაადასტურა ის, რასაც ბევრი მეცნიერი ეჭვობდა, მაგრამ ვერ დაამტკიცებდა. ნაწილაკებს შორის არსებობს უხილავი კავშირი, ურთიერთდაკავშირების ველი, რომელიც აღემატება სივრცისა და დროის ჩვენს ნორმალურ გაგებას. ინფორმაციის გაზიარება ჩახლართულ ნაწილაკებს შორის მყისიერად შეიძლება. მათ შორის მანძილის მიუხედავად. ახლა შეჩერდით და დაფიქრდით შედეგებზე. თუ ეს მართალია ნაწილაკებისთვის და თქვენ ნაწილაკებისგან ხართ შედგენილი, რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე პრინციპი თქვენს ცნობიერებაზე, თქვენს აზრებსა და ენერგიაზე? რა მოხდება, თუ თქვენი გონება არ არის იზოლირებული კომპიუტერი, რომელიც თქვენს თავის ქალაში პროგრამებს ამუშავებს, არამედ მიმღები და გადამცემი, რომელიც ურთიერთქმედებს ცნობიერების უნივერსალურ ველთან? ეს გვაძლევს თქვენი არსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ნაკლებად გაგებულ ასპექტს, თქვენს ქვეცნობიერს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცნობიერი გონება არის ის, რასაც იყენებთ ამ სიტყვების წასაკითხად, გადაწყვეტილებების მისაღებად და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნავიგაციისთვის, ის წარმოადგენს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ცნობიერი გონება აკონტროლებს თქვენი ყოველდღიური ქცევებისა და გადაწყვეტილებების 5%-ზე ნაკლებს. დარჩენილი 85% მართავს თქვენს ქვეცნობიერს, რწმენების, მოგონებების, ნიმუშების და ავტომატური რეაქციების უზარმაზარ საცავს, რომელიც მოქმედებს თქვენი ცნობიერების ქვეშ. თქვენი ქვეცნობიერი გონება ფუნქციონირებს როგორც უაღრესად დახვეწილი ანტენა, რომელიც მუდმივად იღებს და გადასცემს ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს მისი ღრმად ფესვგადგმული პროგრამირების საფუძველზე. ის კვლევა აჩვენებს, რომ თქვენი გულის მიერ გენერირებული ელექტრომაგნიტური ველი, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს თქვენი ემოციური მდგომარეობა და ქვეცნობიერი შეხედულებები, ვრცელდება თქვენი ფიზიკური სხეულის მიღმა რამდენიმე მეტრით. ეს ველი არ არსებობს მხოლოდ იზოლირებულად. ის აქტიურად ურთიერთქმედებს თქვენს გარემოში არსებულ სხვა ენერგეტიკულ სისტემებთან. მოქმედებს როგორც ხიდი თქვენს შინაგან ემოციურ ლანდშაფტსა და თქვენს მიერ განცდილ გარე რეალობას შორის. აი, რა ხდის ამის გაგებას ასე მნიშვნელოვანს. თქვენი ქვეცნობიერი სიგნალს აგზავნის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, იმ პროგრამირების საფუძველზე, რომელიც მან მიიღო მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით თქვენი ჩამოყალიბების წლებში. თუ თქვენს ქვეცნობიერში ღრმად გაქვთ შენახული ნეგატიური გონებრივი ნიმუშები, რომლებიც ზღუდავს საკუთარი თავის, ფულის, ურთიერთობების ან წარმატების შესახებ შეხედულებებს, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი მუდმივად ვიბრირებს ამ სიხშირეზე. და რადგან სამყარო რეაგირებს ვიბრაციაზე და არა შეგნებულ განზრახვაზე, თქვენ გააგრძელებთ სიტუაციებისა და გამოცდილების მოზიდვას, რომლებიც იდეალურად ასახავს ამ ფარულ ენერგიას, იმის მიუხედავად, თუ რა გსურთ შეგნებულად. დაფიქრდით ამაზე პრაქტიკულად. შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ როდესაც ცუდ ხასიათზე იღვიძებთ, თითქოს ყველაფერი ცუდად მიდის, ხავას ხურით, ყველა წითელ შუქნიშანს აწვევით, ხალხი უხეშად გექცევათ, მოულოდნელი პრობლემები ჩნდება. პირიქით, როდესაც გულწრფელად ბედნიერად და ოპტიმისტურად იღვიძებთ, დღე თითქოს ძალისხმევის გარეშე მიედინება. შესაძლებლობები ჩნდება, ადამიანები კეთილები არიან, ყველაფერი უბრალოდ გამოდის. ეს დამთხვევა არ არის. ეს თქვენი ვიბრაციული ველია, რომელსაც ძირითადად თქვენი ქვეცნობიერი აკონტროლებს, რომელიც ურთიერთქმედებს თქვენს გარშემო არსებული შესაძლებლობების კვანტურ ველთან და სიტყვასიტყვით გავლენას ახდენს იმაზე, თუ რეალობის რომელ ვერსიას განიცდით. მაგრამ აი, გამოწვევა. ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა არის სინამდვილეში დაპროგრამებული მათ ქვეცნობიერში. ისინი ავტოპილოტზე მოქმედებენ, ამუშავებენ ათწლეულების წინ დაინსტალირებულ პროგრამებს და ფიქრობენ, თუ რატომ ვერ ახერხებენ გარკვეული კანონზომიერებებისგან თავის დაღწევას, მიუხედავად მათი საუკეთესო შეგნებული ძალისხმევისა. იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ეს, უნდა განვიხილოთ, თუ როგორ პროგრამირდება ქვეცნობიერი. დოქტორმა ბრიუს ლიპტონმა, უჯრედულმა ბიოლოგმა და ეპიგენეტიკის დარგის პიონერმა, ჩაატარა ვრცელი კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება ქვეცნობიერი. მან აღმოაჩინა, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და რეაქციების 95% კონტროლდება ქვეცნობიერი პროგრამირებით და რომ ეს პროგრამირება ძირითადად სიცოცხლის პირველი 7 წლის განმავლობაში ყალიბდება. ამ კრიტიკულ პერიოდში ბავშვის ტვინი უპირატესად თეთა ტალღის სიხშირეზე მუშაობს, რაც არსებითად ჰიპნოზის მსგავსი მაღალრეცეფციული მდგომარეობაა. ამ მდგომარეობაში ბავშვები ღრუბლებს ჰგვანან და გარემოდან ყველაფერს უფროსებისთვის დამახასიათებელი კრიტიკული აზროვნების ფილტრის გარეშე შთანთქავენ. მშობლებისა და ავტორიტეტული ფიგურების ყველა გამოცდილება, ყოველი განმეორებადი ფრაზა, ყოველი ემოციური მოვლენა პირდაპირ ქვეცნობიერში იტვირთება, თითქოს ეს აბსოლუტური სიმართლე იყოს.
თუ ბავშვი განმეორებით ისმენს ისეთ განცხადებებს, როგორიცაა ფულის შოვნა რთულია, ცხოვრებაში ყველაფრის ქონა შეუძლებელია, ან რაიმეს მისაღწევად ბრძოლა გიწევს, ეს შეხედულებები მათ ქვეცნობიერ ოპერაციულ სისტემაში მტკიცედ ინერგება. მოგვიანებით ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი შეგნებულად სურს სიუხვე, წარმატება ან სიმარტივე, მისი ღრმა ქვეცნობიერი გონება აგრძელებს სიხშირეების გადაცემას ამ ადრეული შემზღუდავი შეხედულებების საფუძველზე. შეგნებულ გონებას შეიძლება კეთილდღეობა სურდეს, მაგრამ ქვეცნობიერი, რომელიც აკონტროლებს შოუს 85%-ს, კვლავ აწარმოებს პროგრამას, რომელიც ამბობს, რომ სიუხვის მიღწევა რთულია ან ჩემთვის არ არის განკუთვნილი. ეს ქმნის იმას, რასაც მე მანიფესტაციის პარადოქსს ვუწოდებ. თქვენ შეგნებულად ისახავთ მიზნებს, წარმოიდგენთ წარმატებას და შრომობთ, მაგრამ რატომღაც ყველაფერი არასდროს მიდის ისე, როგორც თქვენ გინდოდათ. ფული შემოდის, მაგრამ შემდეგ მაშინვე გადის მოულოდნელი ხარჯების მეშვეობით. ურთიერთობა კარგად იწყება, მაგრამ შემდეგ იმავე დისფუნქციურ ნიმუშებში ვარდება, რასაც ყოველთვის განიცდიდით. შესაძლებლობა ჩნდება, მაგრამ შემდეგ რატომღაც ბოლო მომენტში ხელიდან გივარდებათ. ეს არ არის ცუდი იღბალი. ეს არის ქვეცნობიერი, რომელიც იცავს თავის არსებულ პროგრამირებას და გინარჩუნებთ ნაცნობ შაბლონებში. თუნდაც ისინი მტკივნეული იყოს, რადგან ქვეცნობიერი ზრდასა და ბედნიერებაზე მეტად აფასებს თანმიმდევრულობას და გადარჩენას. მოგიყვანთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს, თუ როგორ ხდება ეს. თუ თქვენი ქვეცნობიერი დაპროგრამებულია იმ რწმენით, რომ საკმარისად ჭკვიანი ან უნარიანი არ ხართ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხელს უშლით წინსვლის შესაძლებლობებს. ამას შეგნებულად არ გააკეთებთ. თქვენი ქვეცნობიერი შექმნის გარემოებებს, დავიწყებულ ვადებს, იდუმალ დაავადებებს მნიშვნელოვანი პრეზენტაციების წინ, კოლეგებთან კონფლიქტებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არსაიდან ჩნდება. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რომელიც გიცავთ იმ იდენტობის მიღმა გასვლისგან, რომელსაც ის თქვენში ჭეშმარიტად თვლის. თუ გაიზარდეთ გარემოში, სადაც სიყვარული პირობითი ან არასტაბილური იყო, თქვენმა ქვეცნობიერმა შეიძლება დაასკვნა, რომ ურთიერთობები თანდაყოლილი მტკივნეულია ან რომ თქვენ არ ხართ მუდმივი სიყვარულის ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად გსურთ ჯანსაღი პარტნიორობა, თქვენი ქვეცნობიერი მიგიყვანთ იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ადასტურებენ ამ ადრეულ პროგრამირებას. თქვენ მიიზიდავთ ემოციურად მიუცდომელ პარტნიორებს, ან ქვეცნობიერად მოიშორებთ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად კარგად გექცევიან, რადგან მათი ქცევა არ შეესაბამება იმას, თუ როგორ გამოიყურება და გრძნობს თქვენი ქვეცნობიერი სიყვარული. თუ თქვენს ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ისმოდა შეტყობინებები დეფიციტის შესახებ, თქვენმა ქვეცნობიერმა შთანთქა ფინანსური სტრესის ვიბრაცია. ახლა, როგორც ზრდასრულმა, მაშინაც კი, თუ კარგ ფულს შოულობთ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ეს არასდროს არის საკმარისი. ყოველთვის არის რაღაც, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, ყოველთვის არის მოულოდნელი კრიზისი, რომელიც წურავს თქვენს რესურსებს. თქვენს ცნობიერ გონებას სურს ფინანსური უსაფრთხოება, მაგრამ თქვენი ქვეცნობიერი ვიბრირებს დეფიციტის სიხშირეზე და სამყარო, რეაგირებს ამ უფრო ღრმა სიგნალზე, აგრძელებს შესაბამისი გარემოებების შექმნას. სწორედ ამიტომ, მხოლოდ პოზიტიური აზროვნება იშვიათად ქმნის ხანგრძლივ ცვლილებებს. შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მე დღეში 1000 ჯერ ვარ უხვი, მაგრამ თუ თქვენი ქვეცნობიერი არ სჯერა ამის, თუ ის კვლავ ახორციელებს დეფიციტისა და შეზღუდვის პროგრამებს, თქვენ არსებითად ცდილობთ წინსვლას ჩართული მუხრუჭით. კარგი ამბავი ის არის, რომ ქვეცნობიერის რეპროგრამირება შესაძლებელია. ისევე, როგორც თავიდანვე დაპროგრამდა გამეორებისა და ემოციური ინტენსივობის გზით, მისი განახლება შესაძლებელია ახალი რწმენებით, რომლებიც თქვენს უმაღლეს სიკეთეს ემსახურება. მაგრამ სანამ ამ ტექნიკებს შევისწავლით, მეტი უნდა გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს კვანტური ველი სინამდვილეში თქვენს ვიბრაციულ სიხშირეზე. თქვენს შინაგან რწმენებსა და თქვენს გარე რეალობას შორის კავშირი პირდაპირი ანარეკლია იმისა, რასაც კვანტური ფიზიკა მაკრო მასშტაბით ურთიერთდაკავშირებულ ველს ან კვანტურ ჩახლართულობას უწოდებს. მაგრამ როგორ მუშაობს ზუსტად ეს კავშირი? პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ნაწილაკები, ყველაფრის, მათ შორის თქვენიც, ფუნდამენტური საშენი ბლოკები, იზოლირებულად არ არსებობენ. როდესაც ორი სუბატომური ნაწილაკი ერთმანეთში იხლართება, ისინი ქმნიან ერთიან სისტემას. ამ წერტილიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს მოძრაობენ ისინი ფიზიკურ სივრცეში, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები რჩებიან ისე, რომ აღემატება მანძილისა და დროის ჩვენს ნორმალურ გაგებას. თუ ერთი ჩახლართული ნაწილაკი იზომება და მისი კვანტური მდგომარეობა კონკრეტულ კონფიგურაციაში იშლება, მისი პარტნიორი მყისიერად ასახავს შესაბამის ცვლილებას.
ეს ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლე შეიძლება გავრცელდეს მათ შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კავშირი მოქმედებს რეალობის განზომილების მეშვეობით, რომელიც არსებობს ჩვენი სამგანზომილებიანი სივრცის მიღმა. ზოგიერთი ფიზიკოსი ამას კვანტურ ველს უწოდებს, სხვები ნულოვანი წერტილის ველს, ხოლო სულიერი ტრადიციები მას მრავალი სახელით უწოდებს. აკაშიკური ველი, უნივერსალური ცნობიერება, დაო ბრაჟმანი. ტერმინოლოგიის მიუხედავად, ისინი ყველა ერთსა და იმავე ჭეშმარიტებაზე მიუთითებენ. არსებობს რეალობის დონე, სადაც ყველაფერი გაერთიანებულია, სადაც განცალკევება ჩვენი შეზღუდული აღქმის მიერ შექმნილი ილუზიაა. აი, სად ხდება ეს პირადული. თქვენ არ ხართ გამოყოფილი ამ ველისგან. თქვენ არ ხართ იზოლირებული ბიოლოგიური მანქანა, რომელიც მოქმედებს წმინდა მატერიალურ სამყაროში. თქვენი სხეული შედგება დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს ნაწილაკებს, რომლებიც მიჰყვებიან კვანტურ წესებს. თქვენი აზრები წარმოქმნიან გაზომვად ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს. თქვენი ემოციები ქმნის ქიმიურ კასკადებს, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენი სხეულის ყველა უჯრედზე და ვრცელდება თქვენს გარშემო არსებულ ველზე. თქვენ ხართ კვანძი ამ უზარმაზარ ურთიერთდაკავშირებულ ქსელში, რომელიც მუდმივად აგზავნის და იღებს ინფორმაციას არხებით, რომელთა შესახებაც შეგნებულად არც კი იცით. ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა და ანესთეზიოლოგმა სტიუარტ ჰამეროფმა შემოგთავაზეს თეორია სახელწოდებით ორკესტრირებული ობიექტური შემცირება, რომელიც ვარაუდობს, რომ ცნობიერება შეიძლება წარმოიშვას ტვინის ნეირონების მიკროტუბულებში მიმდინარე კვანტური პროცესებიდან. თუ ცნობიერებას აქვს კვანტური კომპონენტი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გონება ფუნქციონირებს იმავე არალოკალური, ურთიერთდაკავშირებული პრინციპების მიხედვით, როგორც ჩახლართული ნაწილაკები. თქვენი აზრები არ შემოიფარგლება თქვენი ტვინით. ისინი ტალღოვანდებიან კვანტურ ველში, ურთიერთქმედებენ სხვა ცნობიერებასთან, შესაძლებლობებთან, თავად რეალობის ქსოვილთან. ეს ხსნის ფენომენებს, რომლებსაც ტრადიციული მეცნიერება ებრძვის. გქონიათ ოდესმე ძლიერი განცდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო თქვენს საყვარელ ადამიანთან, მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით აღმოაჩინოთ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა პრობლემები იმ მომენტში. ეს არ არის დამთხვევა. ეს არის კვანტური ჩახლართულობა, რომელიც მოქმედებს ცნობიერების დონეზე. გიფიქრიათ ოდესმე ინტენსიურად იმ ადამიანზე, ვისთანაც წლების განმავლობაში არ გისაუბრიათ და რამდენიმე საათში ან დღეში დაგიკავშირდეთ. ეს თქვენი ცნობიერებაა, რომელიც მათ ცნობიერებასთან ურთიერთქმედებს კვანტური ველის მეშვეობით. ოდესმე შესულ ხართ ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ, მაგრამ რატომღაც ღრმად იცნობდით მას? ეს არ არის თქვენი ტვინის ხარვეზები. ეს არის ცნობიერების ურთიერთდაკავშირებული ბუნების ხილვები, რომელთა კვანტური ფიზიკა მხოლოდ ახლა იწყებს სამეცნიერო დადასტურებას. შედეგები განსაცვიფრებელია. თუ თქვენი გონება კვანტურ ველშია ჩახლართული, მაშინ თქვენი განზრახვები, თქვენი ფოკუსი და თქვენი ემოციური მდგომარეობა არ არის რეალობის პასიური დაკვირვება. ისინი აქტიური მონაწილეები არიან რეალობის ფორმირებაში. როდესაც რაღაცაზე ემოციური ინტენსივობითა და სიცხადით ფიქრობთ, თქვენ უბრალოდ არ ფანტაზიორობთ. თქვენ კვანტურ ველში აგზავნით თანმიმდევრულ სიგნალს, ვიბრაციულ სიხშირეს, რომელიც იწყებს შესაძლებლობების მოზიდვას და ორგანიზებას ამ სიგნალთან შესაბამისობაში. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი ძალისხმევის გარეშე ავლენს შესაძლებლობებსა და სინქრონულობას. ზოგი კი იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისევე ბევრს ან მეტს მუშაობენ. განსხვავება ვიბრაციულ შესაბამისობაშია. ისინი, ვინც წარმატებით ავლენენ, არ არიან აუცილებლად უფრო ჭკვიანები ან უფრო დამსახურებულები. მათ უბრალოდ, შეგნებულად თუ არაცნობიერად, ისწავლეს თავიანთი შინაგანი სიხშირის შესაბამისობაში მოყვანა იმასთან, რისი განცდაც სურთ. მათი ქვეცნობიერი რწმენა მხარს უჭერს და არა არღვევს მათ შეგნებულ განზრახვებს. მათი ემოციური მდგომარეობა შეესაბამება იმის განცდას, რომ უკვე აქვთ ის, რაც სურთ. მათი ქმედებები ასახავს ნდობას მათ მიერ შექმნილი რეალობის მიმართ და არა შიშს იმ რეალობის მიმართ, რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობენ. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი აზრები და ემოციები, როგორც ენერგეტიკული გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ურთიერთქმედებენ რეალობის ამ კვანტურ ქსოვილთან. თქვენი ყოველი აზრი ქმნის ნეიროქიმიური რეაქციების კასკადს თქვენს ტვინში. ეს რეაქციები წარმოქმნის გაზომვად ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს, რომლებიც ვრცელდება თქვენი თავის ქალას მიღმა. სხვადასხვა აზრები ქმნის სხვადასხვა სიხშირის ნიმუშებს. სიყვარულის, მადლიერების და სიხარულის აზრები ქმნის თანმიმდევრულ, ჰარმონიულ სიხშირეებს. შიშის, სიბრაზისა და წყენის აზრები ქმნის ქაოტურ, დისჰარმონიულ სიხშირეებს.
დოქტორი ჯო დისპენზა, ნეირომეცნიერი და გონება სხეულის კავშირის მკვლევარი, განმარტავს, რომ როდესაც თქვენ გენერირებთ აზრს, ის იწვევს ქიმიურ რეაქციას თქვენს ტვინში, რომელიც წარმოქმნის შესაბამის ემოციას. ეს ემოცია შემდეგ აძლიერებს აზრს, ქმნის უკუკავშირის მარყურს. თუ მუდმივად ფიქრობთ წარუმატებლობაზე, თქვენი ტვინი გამოიმუშავებს სტრესის ქიმიკატებს, როგორიცაა კორტიზოლი და ადრენალინი. ეს ქიმიკატები იწვევს შფოთვისა და შიშის გრძნობას, რაც აძლიერებს წარუმატებლობის აზრებს, რაც გამოიმუშავებს მეტ სტრესის ქიმიკატს და ციკლი გრძელდება. დროთა განმავლობაში ეს ხდება თქვენი საბაზისო მდგომარეობა, თქვენი ნაგულისხმევი ვიბრაცია. აი, კრიტიკული წერტილი. თქვენი სხეული დამოკიდებული ხდება ამ ემოციურ მდგომარეობებზე. თუ წლების განმავლობაში ცხოვრობდით სტრესში, შფოთვაში ან მსხვერპლის როლში, თქვენი სხეული ქიმიურად დამოკიდებული გახდა ამ მდგომარეობებზე. მაშინაც კი, როდესაც გარემოებები უკეთესობისკენ იცვლება, თქვენი ქვეცნობიერი რეალურად შექმნის პრობლემებს ან უარყოფითად განმარტავს ნეიტრალურ სიტუაციებს, რადგან მას სჭირდება ეს ნაცნობი ქიმიური ნაკადები. სწორედ ამიტომ არის ნეგატიური ნიმუშებისგან თავის დაღწევა ასე რთული. თქვენ არა მხოლოდ ცვლით აზრებს. თქვენ არღვევთ ბიოქიმიურ დამოკიდებულებას. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ასევე მუშაობს პოზიტიური მიმართულებით. როდესაც თქვენ ავითარებთ წარმატების, სიუხვისა და კეთილდღეობის ფიქრებს, თქვენი ტვინი გამოიმუშავებს სხვადასხვა ქიმიკატებს: სეროტონინს, დოფამინს, ოქსიტოცინს. ეს ქიმიკატები გაგრძნობინებთ თავს კარგად, რაც აძლიერებს დადებით აზრებს, რაც გამოიმუშავებს მეტ კეთილდღეობის ქიმიკატებს. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ თქვენი სხეული აღადგინოთ ისე, რომ ნეგატიურის ნაცვლად დადებითი ემოციური მდგომარეობები მოისურვოს. თუმცა, ეს შეგნებულ, თანმიმდევრულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან თქვენ ფაქტიურად ახდენთ თქვენი ნერვული გზების გადამისამართებას და ბიოქიმიის შეცვლას. თქვენი ვიბრაციული სიხშირე, რომელიც განისაზღვრება თქვენი ჩვეული აზრებითა და ემოციებით, მოქმედებს როგორც რადიოსადგური, რომელიც კონკრეტულ სიგნალს ავრცელებს. კვანტური ველი რეაგირებს თქვენი გამოცდილების, ადამიანებისა და გარემოებებისადმი მიბაძვით, რომლებიც შეესაბამება ამ სიხშირეს. თუ თქვენ ვიბრირებთ დეფიციტის სიხშირეზე, ყველგან შეამჩნევთ ნაკლებობას. შესაძლებლობები თქვენთვის უხილავი იქნება, რადგან არ ხართ მიბმული ამ არხზე. თუ თქვენ ვიბრირებთ სიუხვის სიხშირეზე, დაიწყებთ ისეთი შესაძლებლობების შემჩნევას, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ. თქვენ იქნებით სწორ ადგილას სწორ დროს. თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. სინქრონულობა გაიზრდება. მაშ, როგორ შეცვალოთ თქვენი ვიბრაცია? სწორედ აქ ჩერდებიან ადამიანების უმეტესობა, რადგან ისინი ამას არასწორი კუთხიდან უდგებიან. ისინი ცდილობენ ჯერ შეცვალონ გარე გარემოებები, ფიქრობენ, რომ როგორც კი მეტი ფული ან უკეთესი ურთიერთობა ან სხვა სამსახური ექნებათ, მაშინ თავს უკეთ იგრძნობენ და მათი ვიბრაცია გაუმჯობესდება. მაგრამ ეს საპირისპიროა. გარე სამყარო თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია და არა მისი მიზეზი. ჯერ თქვენი ვიბრაცია უნდა შეცვალოთ და შემდეგ თქვენი გარე რეალობა რეორგანიზდება, რათა შეესაბამებოდეს თქვენს მდგომარეობას. პირველი ნაბიჯი თქვენი ამჟამინდელი ვიბრაციის გაცნობიერებაა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს დომინანტურ აზრებსა და ემოციურ მდგომარეობებს მთელი დღის განმავლობაში. ძირითადად გრძნობთ მადლიერებას, აღელვებას, თავდაჯერებულობას, თუ ძირითადად გრძნობთ შფოთვას, იმედგაცრუებას, წყენას, იყავით გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. ადამიანების უმეტესობა მნიშვნელოვნად აფასებს, თუ რამდენად პოზიტიურია მათი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა სინამდვილეში. თუ თქვენი გარე რეალობა არ არის ის, რაც გსურთ, ეს არის პირდაპირი უკუკავშირი თქვენი ვიბრაციული სიხშირის შესახებ. მეორე ნაბიჯი არის შეგნებულად აირჩიოთ სხვა სიხშირე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ასე არ არის ან ჩაერთოთ ტოქსიკურ პოზიტივში. ეს ნიშნავს შეგნებულად მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას და როგორ იგრძნობთ თავს მიმდინარე გარემოებების მიუხედავად. ამის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია მედიტაცია ვიზუალიზაციასთან ერთად. როდესაც მედიტაციურ მდგომარეობაში შედიხართ, თქვენი ტვინის ტალღები ბეტადან, თქვენი ნორმალური ფხიზელი ცნობიერებიდან, ალფამდე და საბოლოოდ თეტამდე ნელდება, რაც იგივე სიხშირეა, რომელზეც თქვენი ტვინი ბავშვობაში მუშაობდა, როდესაც თქვენი ქვეცნობიერი პროგრამირდებოდა. ამ თეტა მდგომარეობაში თქვენ გაქვთ პირდაპირი წვდომა თქვენს ქვეცნობიერზე. სწორედ ამ დროს ხდება ვიზუალიზაცია წარმოუდგენლად ძლიერი. თქვენ არ ფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რაც გსურთ. თქვენ ჩაეფლებით იმ განცდაში, რომ ეს უკვე გაქვთ.
თქვენ ხედავთ მას ნათელი დეტალებით. თქვენ გრძნობთ იმ ემოციებს, რასაც განიცდიდით, ეს რომ უკვე თქვენი რეალობა ყოფილიყო. თქვენ ჩართავთ თქვენს ყველა გრძნობას. რაც უფრო რეალურად შეგიძლიათ მისი შეგრძნება, მით უფრო ძლიერად აღბეჭდავთ ამ ახალ რეალობას თქვენს ქვეცნობიერში და გადასცემთ მას კვანტურ ველში. გამეორება მთავარია. თქვენი ქვეცნობიერი წლების განმავლობაში იყო დაპროგრამებული გამეორებით. მისი რეპროგრამირება მოითხოვს მუდმივ პრაქტიკას. სწორედ ამიტომ არ მუშაობს სპორადული მცდელობები. თქვენ უნდა დაამკვიდროთ ყოველდღიური პრაქტიკა, რათა თქვენი აზრები, ემოციები და ვიზუალიზაცია შეუსაბამოთ იმ რეალობას, რომლის შექმნაც გსურთ. დროთა განმავლობაში ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე თანმიმდევრული პრაქტიკის შემდეგ, შეამჩნევთ, რომ თქვენი საბაზისო ვიბრაცია შეიცვალა. ის, რაც ადრე ძლიერ ნეგატიურ რეაქციებს იწვევდა, დიდად აღარ შეგაწუხებთ. პოზიტიური შესაძლებლობები უფრო ხშირად გამოჩნდება. ადამიანები განსხვავებულად გიპასუხებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მაღალი ვიბრაციის ემოციების განზრახ კულტივირება. მადლიერება ალბათ ყველაზე ძლიერია მათგან. როდესაც ნამდვილ მადლიერებას გრძნობთ, სიუხვის სიხშირეზე ვიბრირებთ. თქვენ აღიარებთ იმას, რაც გაქვთ, იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირდეთ იმაზე, რაც გაგლიათ. ეს კვანტურ ველს აგზავნის სიგნალს, რომ რეზონანსული ხართ მეტის მიღების სურვილით. მადლიერება ყოველდღიურ პრაქტიკად აქციეთ. ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, რისთვისაც მადლიერი ხართ. ღრმად იგრძენით ეს. მიეცით ამ ემოციას საშუალება, შეავსოს თქვენი მთელი არსება. სიყვარული კიდევ ერთი არაჩვეულებრივად მაღალი სიხშირის ემოციაა. არა აუცილებლად რომანტიკული სიყვარული, არამედ უპირობო სიყვარული. თანაგრძნობა საკუთარი თავის და სხვების მიმართ. როდესაც შეგიძლიათ საკუთარი თავის და სხვების მიმართ გულწრფელი თანაგრძნობით შეხედოთ, არასრულყოფილების მიღება განსჯის გარეშე, თქვენ მკვეთრად ამაღლებთ თქვენს ვიბრაციას. ეს არ ნიშნავს მავნე ქცევი სატანას. ეს ნიშნავს ყველაში, მათ შორის საკუთარ თავშიც, ადამიანურობის დანახვას და რეაგირებას გაგების პოზიციიდან და არა რეაქტიულობიდან. თქვენ ასევე უნდა მიმართოთ და გაათავისუფლოთ თქვენს ქვეცნობიერში შენახული შემზღუდავი რწმენები. ტექნიკები, როგორიცაა ემოციური თავისუფლების ტექნიკა, ასევე ცნობილი როგორც შეხება, შეიძლება წარმოუდგენლად ეფექტური იყოს ამისთვის. გულისხმობს თქვენს სხეულზე კონკრეტულ მერიდიანულ წერტილებზე შეხებას. ამავდროულად ვერბალურად აღიარებთ იმ ნეგატიურ რწმენას ან ემოციას, რომლისგანაც გსურთ განთავისუფლება. ეს ხელს უწყობს ამ რწმენასთან დაკავშირებული ნერვული გზების შეწყვეტას და ქმნის სივრცეს ახალი პროგრამირებისთვის. ნეიროლინგვისტური პროგრამირება გთავაზობთ დამატებით ტექნიკას შემზღუდავი რწმენების ქვეცნობიერ დონეზე იდენტიფიცირებისა და ტრანსფორმაციისთვის. როდესაც თქვენ მუდმივად იყენებთ ამ პრაქტიკებს, იწყება რაღაც ღრმა. თქვენი აზრები და ემოციები იწყებენ ვიბრაციას სამყაროს ბუნებრივ დინებასთან ჰარმონიაში და არა მის წინააღმდეგ. როდესაც ეს თანხვედრა ხდება, თქვენი გარე რეალობა იწყებს ცვლილებას ისე, რომ თითქმის ჯადოსნურად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, რომელიც არ ესმის ამ ცვლილებების საფუძვლად მყოფი კვანტური მექანიკა. თქვენ იწყებთ იმის განცდას, რასაც ბევრი სინქრონიზმს უწოდებს, მნიშვნელოვან დამთხვევებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან იდეალურადაა დროული, რომ შემთხვევითი იყოს. თქვენ ფიქრობთ პრობლემის გადაწყვეტაზე და რამდენიმე დღეში ვინმე საუბარში ზუსტად ამ გადაწყვეტას ახსენებს. თქვენ გჭირდებათ კონკრეტული ინფორმაცია და წიგნი ან სტატია, რომელიც შეიცავს ამ ინფორმაციას, თქვენამდე აღწევს. თქვენ გსურთ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული უნარები ან ცოდნა და, როგორც ჩანს, შემთხვევით ხვდებით მათ ღონისძიებაზე, რომელსაც თითქმის არ დასწრები ხართ. ეს არ არის შემთხვევითობები. ეს არის კვანტური ველი, რომელიც რეაგირებს თქვენს ვიბრაციულ სიხშირეზე და აწყობს რეალობას თქვენი შინაგანი მდგომარეობის ასახვისთვის. თქვენი ემოციური საწყისი დონე ბუნებრივად უმჯობესდება. ნეგატიური ემოციები, როგორიცაა ქრონიკული შფოთვა, იმედგაცრუება და წყენა, იწყებენ თქვენზე გავლენის დაკარგვას. ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს განიცდით ნეგატიურ ემოციებს. თქვენ ადამიანი ხართ და ემოციები ადამიანური გამოცდილების ნაწილია. მაგრამ ისინი აღარ გაკონტროლებენ. ისინი დროებითი სტუმრები ხდებიან და არა მუდმივი მაცხოვრებლები. თქვენ ავითარებთ სიმშვიდის და ნდობის ფარულ გრძნობას, რომ საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები რთულია. ადამიანები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში იზიდავთ, იწყებენ ცვლილებას. როდესაც თქვენი სიხშირე იცვლება, თქვენ ბუნებრივად რეზონანსს უქმნით სხვადასხვა ადამიანს.
ზოგიერთი ურთიერთობა შეიძლება გაქრეს, არა იმიტომ, რომ ვინმემ რამე დააშავა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ აღარ ხართ ვიბრაციული წყვილი. ამასობაში ჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც თქვენს ახალ სიხშირეს შეესაბამება. ეს კავშირები ხშირად იწვევს შესაძლებლობებს, თანამშრომლობას და მეგობრობას, რაც მოულოდნელი გზებით უჭერს მხარს თქვენს ზრდას და მიზნებს. გამოწვევები არ ქრება თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ მათთან თქვენი ურთიერთობა მთლიანად იცვლება. დაბრკოლებების აღქმის ნაცვლად, როგორც იმის მტკიცებულების, რომ სამყარო თქვენს წინააღმდეგაა ან რომ საკმარისად კარგი არ ხართ. თქვენ იწყებთ მათ აღქმას, როგორც ზრდის შესაძლებლობებს, როგორც მოწვევებს უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად. პერსპექტივის ეს ცვლილება გადამწყვეტია, რადგან ის გინარჩუნებთ პროდუქტიულ, უფლებამოსილ მდგომარეობაში და არა მსხვერპლის მენტალიტეტში. როდესაც ამ ამაღლებული ცნობიერებიდან გამოწვევის წინაშედ გახართ, ბუნებრივად იღებთ ცდომას გადაწყვეტილებებსა და რესურსებზე, რომლებიც დაბალი სიხშირიდან არ იყო ხილული. თუმცა, არსებობს კრიტიკული ფენომენი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, ვინც ვიბრაციული ტრანსფორმაციის ამ მოგზაურობას იწყებს. მე მას სამყაროს დამადასტურებელ ტესტს ვუწოდებ. აი, როგორ მუშაობს ის. როდესაც თქვენ იწყებთ თქვენი შინაგანი სიხშირის შეცვლას და თქვენი ქვეცნობიერის ახალი რწმენით დაპროგრამებას, სამყარო მაშინვე არ ახდენს თქვენი მთელი გარე რეალობის რეორგანიზაციას. ამის ნაცვლად ის ჯერ ამოწმებს, არის თუ არა თქვენი ახალი ვიბრაცია მყარი და თანმიმდევრული. თუ აპირებთ თუ არა ძველ ნიმუშებს დაუბრუნდეთ სირთულის პირველივე ნიშნისთანავე. ეს ტესტი ხშირად ჩნდება როგორც მოულოდნელი გამოწვევა, რომელიც, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება იმ ახალ რეალობას, რომლის შექმნასაც ცდილობთ. დავუშვათ, თქვენ მუშაობდით თქვენი ვიბრაციის ფულის გარშემო შეცვლაზე. თქვენ მედიტირებდით, წარმოიდგენდით სიუხვეს, მადლიერებას გრძნობდით იმისთვის, რაც გაქვთ და გულწრფელად იწყებდით იმის დაჯერებას, რომ კეთილდღეობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. შემდეგ, როგორც ჩანს, არსაიდან მოულოდნელი ხარჯი გელით. თქვენი მანქანა ფუჭდება, მოდის სამედიცინო გადასახადი, თქვენ კარგავთ კლიენტს. ამ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ. ადამიანების უმეტესობა, როდესაც ამ ტესტის წინაშე დგას, მაშინვე უბრუნდება ძველ სიხშირეს. ისინი პანიკაში ვარდებიან. ისინი თავს მსხვერპლად გრძნობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს კეთილდღეობის შესახებ არ მუშაობს ჩემთვის. ვიცოდი, რომ ეს ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო. და იმ მომენტში, როდესაც შიშსა და სიმცირეზე ფიქრს ვუბრუნდები, ისინი სამყაროს ეუბნებიან, რომ სინამდვილეში ჩემი ნამდვილი ვიბრაცია მაინც შიში და ნაკლებობაა. სამყარო ამ შეთხობინებას ხმამაღლა და ნათლად იღებს და აგრძელებს იმ სიხშირის შესაბამისი გამოცდილების მიწოდებას. მაგრამ თუ გესმით, რომ ეს გამოცდაა, შეგიძლიათ სხვაგვარად უპასუხოთ. თქვენ წინაშედ გახართ გამოწვევას, ამავდროულად ინარჩუნებთ თქვენს ახალ ვიბრაციას. თქვენ მშვიდად უმკლავდებით მოულოდნელ ხარჯებს, ენდობით, რომ ფული ადვილად მოედინება თქვენკენ. თქვენ არ ხარჯავთ ენერგიას წუხილსა და მსხვერპლად ყოფნაზე. თქვენ იღებთ პრაქტიკულ ზომებს სიტუაციის მოსაგვარებლად, ემოციურად და ვიბრაციულად კი სიუხვესთან ჰარმონიაში რჩებით. ეს სამყაროს ეუბნება, რომ ჩემი ახალი სიხშირე რეალურია. მე ერთგული ვარ ამ ახალი ვიბრაციის მიმართ დროებითი გარემოებების მიუხედავად. და სწორედ მაშინ იწყებს კვანტური ველი თქვენი რეალობის სერიოზულად რეორგანიზაციას. ამ ტესტირების ფაზაში ხდება რწმენის კონცეფცია გადამწყვეტი, მაგრამ არა რწმენა აუცილებლად რელიგიური გაგებით. მე ვსაუბრობ ვიბრაციულ რწმენაზე, აბსოლუტურ დარწმუნებულობაზე იმ გრძნობის დონეზე, რომ ის, რასაც ქმნით, უკვე გაკეთებულია, უკვე თქვენია, უკვე გზაშია. ეს განსხვავებაა იმედსა და იმის ცოდნას შორის, რომ რაღაც მოხდება. იმედი ეჭვის სიხშირეს შეიცავს. ცოდნა დარწმუნებულობის სიხშირეს შეიცავს. კვანტური ველი დარწმუნებულობაზე რეაგირებს. ასე წარმოიდგინეთ. თუ მიწაში თესლს დარგავთ, ყოველდღე არ თხრით იმის შესამოწმებლად, იზრდება თუ არა. თქვენ ენდობით პროცესს. გრწყავთ მას, ამოწმებთ, რომ მზის შუქი მიიღოს და იცით, რომ ზრდა ზედაპირის ქვეშ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ხედავთ. თუ მის შემოწმებას გააგრძელებდით, მცენარეს მოკლავდით. იგივე პრინციპი ვრცელდება კვანტური ჩახლართულობის გზით გამოვლინებაზეც. თქვენ თესლს თქვენი მკაფიო განზრახვითა და ამაღლებული ემოციით რგავთ. თქვენ მას თანმიმდევრული ვიბრაციული გასწორებით ზრდით. და ენდობით, რომ სამყარო თქვენი ცნობიერების ზედაპირის ქვეშ გარემოებებს აწყობს. ეს კიდევ ერთ კრიტიკულ კონცეფციამდე მიგვიყვანს. თქვენი უკვე შესრულებული სურვილის ემოციურ მდგომარეობამდე.
ადამიანების უმეტესობა, როდესაც ფიქრობს იმაზე, თუ რა სურს, გრძნობს სურვილის ემოციას, რაც სინამდვილეში ნაკლებობის სიხშირეა. სურვილი ნიშნავს, რომ ის არ გაქვთ. ეს არის გზავნილი, რომელსაც კვანტურ ველს უგზავნით. მაგრამ როდესაც უკვე გაქვთ სასურველი ემოცია, ყველაფერი იცვლება. თქვენ აღარ ასხივებთ ნაკლებობას. თქვენ ასხივებთ კმაყოფილებას. კვანტურმა ველმა უნდა უპასუხოს ამ სიხშირეს შესაბამისობით. დოქტორმა ჯო დისპენზამ ეს პრინციპი თავისი სემინარებისა და კვლევების მეშვეობით აჩვენა. ის ასწავლის ადამიანებს, შევიდნენ ამაღლებულ ემოციურ მდგომარეობებში, იგრძნონ მადლიერება, სიხარული და კმაყოფილება მათი სურვილების ასრულების შემდეგ, სანამ რამე ფიზიკურად შეიცვლება. ამ მდგომარეობებში მყოფი ადამიანების ტვინის სკანირება აჩვენებს შესანიშნავ ცვლილებებს. ახალი შესაძლებლობების შექმნასთან დაკავშირებული ზონები ანათებს. სხეული იწყებს სხვადასხვა ქიმიკატების წარმოებას. და რაც მთავარია, ადამიანების გარეგანი რეალობა იწყებს ცვლილებას დოკუმენტირებული, გაზომვადი გზებით. ეს არ არის პოზიტიური აზროვნება ან სურვილებით სავსე ფანტაზია. ეს არის კვანტური მექანიკა მოქმედებაში. როდესაც თქვენ გენერირებთ თქვენი სასურველი შედეგის ემოციურ ხელმოწერას, თქვენ ქმნით თანმიმდევრულ ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რომელიც ურთიერთქმედებს უსასრულო შესაძლებლობების კვანტურ ველთან. ეს ველი რეაგირებს ალბათობის ტალღების ფიზიკურ გამოცდილებად კოლაფსირებით, რომლებიც შეესაბამება თქვენს სიგნალს. რაც უფრო თანმიმდევრულად შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ეს ამაღლებული ემოციური მდგომარეობა, მით უფრო სწრაფად და დრამატულად რეორგანიზდება თქვენი რეალობა. თქვენი ქმედებები ასევე უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ახალ ვიბრაციას. თუ აცხადებთ, რომ უხვად ვიბრირებთ, მაგრამ ყოველ ცენტს შიშის გამო აგროვებთ, თქვენი ქმედებები ავლენს, რომ თქვენი ნამდვილი ვიბრაცია მაინც დეფიციტია. თუ ამბობთ, რომ თავდაჯერებული ხართ, მაგრამ თავს არიდებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც მოითხოვს თქვენგან წინსვლას, თქვენი ქცევა აჩვენებს, რომ თქვენი ნამდვილი ვიბრაცია შიშია. სამყარო კითხულობს თქვენს საერთო ენერგეტიკულ ხელმოწერას, რომელიც მოიცავს თქვენს აზრებს, ემოციებს და ქმედებებს. სამივე უნდა შეესაბამებოდეს მაქსიმალური მანიფესტაციის ძალას. სწორედ აქ აწყდება ბევრი ადამიანი კოგნიტურ დისონანსს. მათი შეგნებული გონება ერთი რამ სურს, მაგრამ მათი ქვეცნობიერი სხვა რამეს სჯერა და მათი ქმედებები მთლიანად მესამე რამეს ასახავს. ეს ქმნის არეულ სიგნალს, რომელზეც სამყაროს არ შეუძლია თანმიმდევრულად რეაგირება. ეს ჰგავს სამ რადიოსადგურზე ერთდროულად ჩართვას. სტატიკურს იღებთ. მკაფიო შედეგების მისაღებად საჭიროა ყველა დონეზე ჰარმონიზაცია. შეგნებული სურვილი, ქვეცნობიერი რწმენა, ემოციური მდგომარეობა და ფიზიკური მოქმედება. ახლა მოდით განვიხილოთ, თუ როგორ ემთხვევა უძველესი სულიერი სიბრძნე ამ კვანტურ პრინციპებს. ათასობით წლის განმავლობაში, სანამ ელექტრომაგნიტური ველებისა და კვანტური ჩახლართულობის გასაზომი დახვეწილი ინსტრუმენტები გვექნებოდა, მისტიკოსები, ბრძენები და სულიერი მასწავლებლები აღწერდნენ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს. ისინი საუბრობდნენ უხილავ ქსელზე, რომელიც აკავშირებს ყველაფერს. ინდუისტურ ფილოსოფიაში ეს კონცეფცია ჩნდება, როგორც ინდრას ბადე, უსასრულო ქსელი, სადაც თითოეული გადაკვეთა შეიცავს ძვირფას ქვას, რომელიც ასახავს ყველა სხვა ძვირფას ქვას. დაოსიზმში დაო აღწერილია, როგორც გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ყველაფერში მიედინება. ბუდისტური სწავლებები ხაზს უსვამს ყველა ფენომენის ურთიერთდამოკიდებულებას. მსოფლიოს ადგილობრივი ტრადიციები საუბრობენ სულზე, რომელიც მოძრაობს მთელ ქმნილებაში. ეს უძველესი სწავლებები არ იყო პრიმიტიული ცრურწმენები. ისინი იყო იმავე ურთიერთდაკავშირებული ველის დახვეწილი აღწერილობა, რომელსაც კვანტური ფიზიკა ახლა ადასტურებს. ენა განსხვავებული იყო, მეტაფორასა და პოეზიას იყენებდა მათემატიკისა და ემპირიული მონაცემების ნაცვლად, მაგრამ ისინი აღწერდნენ ერთსა და იმავე რეალობას. ძველი სიბრძნისა და თანამედროვე მეცნიერების ეს კონვერგენცია ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა. ის ადასტურებს ინტუიციებს, რომლებიც ადამიანებს ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდათ და ამავდროულად უზრუნველყოფს სამეცნიერო ჩარჩოს ამ პრინციპების გასაგებად და მათთან მუშაობისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დადასტურება მომდინარეობს აკაშიკური ველის კონცეფციიდან, რომელიც შემოთავაზებულია ფილოსოფოსისა და სისტემების თეორეტიკოსის ერვინ ლასლოს მიერ. კვანტურ ფიზიკასა და ინფორმაციის თეორიაზე დაყრდნობით, ლასლო ვარაუდობს, რომ სამყაროს გააჩნია ინფორმაციის ველი, კოსმიური მეხსიერების ბანკის მსგავსი, სადაც ყველაფერი, რაც კი ოდესმე მომხდარა, აღირიცხება. ეს ველი ხსნის ისეთ ფენომენებს, როგორიცაა უეცარი ხედვები,
კოლექტიური ცოდნა, რომელიც ერთდროულად ჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ისეთი კონცეფციებიც კი, როგორიცაა კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც შემოთავაზებულია კარლ იუნგის მიერ. თუ ასეთი ველი არსებობს და კვანტური მექანიკა ამას გვთავაზობს, მაშინ ინფორმაციაზე წვდომა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც თქვენ პირადად განიცადეთ ან ისწავლეთ. თქვენ პოტენციურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოდნა, რომელიც არსებობს ამ უნივერსალურ ველში. კვანტურმა ფიზიკოსმა დევიდ ბომმა მსგავსი რამ შემოგთავაზა თავისი იმპლიციტური წესრიგის თეორიით. მან ივარაუდა, რომ ხილული, ფიზიკური სამყარო, რომელსაც მან ახსნადი წესრიგი უწოდა, უფრო ღრმა, დაფარული განზომილებიდან იშლება, სადაც ყველაფერი მთლიანობისა და ურთიერთდაკავშირების მდგომარეობაში არსებობს. ამ იმპლიციტურ წესრიგში განცალკევება ილუზიაა. ყველაფერ დანარჩენშია ჩაფლული. ის, რასაც ჩვენ ცალკეულ ობიექტებად და მოვლენებად აღვიქვამთ, უბრალოდ ფუნდამენტური ერთიანი მთლიანობის სხვადასხვა ასპექტია, რომლებიც მომენტალურად იშლება ფიზიკურ ფორმაში. ფიზიკოსმა ერვინ შროდინგერმა, კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გააკეთა ღრმა განცხადება, რომელიც უფრო აღმოსავლურ მისტიციზმს ჰგავს, ვიდრე დასავლურ მეცნიერებას. მან თქვა, რომ ცნობიერება არ შეიძლება აიხსნას ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ცნობიერება აბსოლუტურად ფუნდამენტურია. მისი ახსნა შეუძლებელია სხვა რამის თვალსაზრისით. მან ასევე განაცხადა, რომ სამყაროში გონებათა საერთო რაოდენობა მხოლოდ ერთია. ეს პერსპექტივა, რომ ინდივიდუალური ცნობიერება უბრალოდ ერთი უნივერსალური ცნობიერების სხვადასხვა გამოვლინებაა. ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ასწავლიდნენ სულიერი ტრადიციები. უძველესი სიბრძნის ამ სამეცნიერო დადასტურებებს ღრმა შედეგები აქვს იმ ფენომენების გასაგებად, რომელთა ახსნასაც ტრადიციული მატერიალიზმი ცდილობს. დეჟავუ, ეს უცნაური შეგრძნება, რომ რაღაც ადრეც განგიცდიათ, შეიძლება აიხსნას ცნობიერების მიერ კვანტური ველიდან ინფორმაციის წვდომით, რომელიც ხაზოვან დროს სცილდება. მომავალი მოვლენების შესახებ წინადგრძნობებსა და ინტუიციურ ხედვებს აზრი აქვს. თუ ცნობიერება არ არის შეზღუდული აწმყო მომენტით, მაგრამ შეუძლია ინფორმაციის წვდომა იმპლიციტური წესრიგიდან, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს. ღრმა კავშირები, რომლებსაც ადამიანები ზოგჯერ გრძნობენ სხვებთან, თუნდაც პირველი შეხვედრის დროს, შეიძლება აიხსნას კვანტური ჩახლართულობით ცნობიერების დონეზე. თუ ცნობიერება ფუნდამენტურად ურთიერთდაკავშირებულია, მაშინ სულები ან ინდივიდუალური ცნობიერებები, რომლებიც რაიმე ფორმით ღრმად იყვნენ დაკავშირებული, შეიძლება შეინარჩუნოს ეს ჩახლართულობა ფიზიკური განცალკევების მიუხედავად ან თუნდაც სიცოცხლის განმავლობაში, თუ დაეთანხმებით, რომ ცნობიერება ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ეს გვაძლევს სამყაროს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვას. თუ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია ამ კვანტური ველის მეშვეობით, რა არის განცალკევების ბუნება? რატომ განვიცდით საკუთარ თავს იზოლირებულ ინდივიდებად? პასუხი, როგორც ჩანს, ის არის, რომ განცალკევება არის აღქმის ილუზია, რომელიც შექმნილია ჩვენი შეზღუდული სენსორული აპარატისა და განპირობებული გონების მიერ. ჩვენი ხუთი გრძნობა გვიჩვენებს სამგანზომილებიან სივრცეში არსებული ცალკეული ობიექტების სამყაროს. ჩვენი ტვინი, რომელიც ბავშვობიდანვე გაწვრთნილია კატეგორიზაციისა და დაყოფის მიმართულებით, ამ აღქმას აძლიერებს. თუმცა, კვანტურ დონეზე, ფუნდამენტური რეალობის დონეზე, ეს გამიჯვნა ნამდვილად არ არსებობს. თქვენ არ ხართ სამყაროსგან გამოყოფილი. თქვენ ხართ სამყაროს უნიკალური გამოხატულება, რომელიც საკუთარ თავს კონკრეტული პერსპექტივიდან განიცდის. თქვენი ცნობიერება არ წარმოიქმნება თქვენი ტვინის მიერ, როგორც მატერიალისტური მეცნიერება გვთავაზობს. პირიქით, თქვენი ტვინი უფრო მიმღებს ჰგავს, რომელიც უნივერსალური ცნობიერების ველის ნაწილთან აკავშირებს. ფილტრავს მას თქვენი უნიკალური ფიზიკური, გონებრივი და ემოციური კონფიგურაციის მეშვეობით, რათა შექმნას თქვენი ინდივიდუალური გამოცდილება. მისტიკოსების თქმით, როდესაც ღრმად მედიტირებთ, გამიჯვნის გრძნობა იწყებს დაშლას. ღრმა მედიტაციის მდგომარეობებში ან რასაც ზოგი მისტიკურ გამოცდილებას უწოდებს, ადამიანები აღწერენ, რომ მათი ინდივიდუალური ცნობიერება ერწყმის რაღაც გაცილებით დიდს, განიცდის ერთიანობის მდგომარეობას, სადაც არ არსებობს გამიჯვნა საკუთარ თავსა და სხვას, დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის. ნეირომეცნიერებამ შეისწავლა ეს მდგომარეობები და აღმოაჩინა მათთან დაკავშირებული ტვინის ტალღების განსხვავებული ნიმუშები და ნევროლოგიური აქტივობა. გამოცდილება რეალური და გაზომვადია, მაშინაც კი, თუ მისი შედეგები ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ მსოფლმხედველობას. ერთიანობის ცნობიერების ეს მდგომარეობა არ არის მხოლოდ სულიერი ცნობისმოყვარეობა. მას აქვს პრაქტიკული შედეგები იმაზე, თუ როგორ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით. როდესაც ნამდვილად ხვდები, რომ სამყაროსგან გამოყოფილი არ ხარ,
რომ შენი ცნობიერება ურთიერთდაკავშირებულია მთელ ცნობიერებასთან. თანაგრძნობა ბუნებრივი ხდება. სხვების ზიანის მიყენება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად აღიქმება. სხვების განსჯა ერთიანი ცნობიერების ასპექტების განსჯად აღიქმება, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. სხვებისადმი მსახურება საკუთარი თავისადმი მსახურებად იქცევა, რადგან ყველაზე ღრმა დონეზე სხვა არ არსებობს. მაგრამ ალბათ ჩვენი განხილვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვანტურ ველთან შენი ფუნდამენტური ერთიანობის გაგება ავლენს, რომ შენ არ ხარ უძლური ინდივიდი, რომელიც ცდილობს ცალკე, ხშირად მტრულად განწყობილი სამყაროს მანიპულირებას. შენ ხარ სამყარო, ლოკალიზებული კონკრეტულ ფორმაში, ველზე გავლენის მოხდენის თანდაყოლილი უნარით, რადგან მისი ნაწილი ხარ. შენი აზრები, ემოციები და განზრახვები არ არის სუსტი სიგნალები, რომლებიც გულგრილ სიცარიელეში ყვირიან. ისინი ერთიან ველში ტალღებია, რომლებიც ქმნიან ჩარევის ნიმუშებს, რომლებიც ქმნიან ალბათობას და გავლენას ახდენენ იმაზე, რაც ფიზიკურ ფორმაში ვლინდება. სწორედ ამიტომ, შენი ფარული კვანტური ძალის წვდომის საბოლოო გასაღები არის სამყაროს ნაკადისთვის სრული დანებება აბსოლუტურ ვიბრაციულ დარწმუნებულობასთან ერთად. ეს შეიძლება წინააღმდეგობრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა. ვიბრაციული დარწმუნებულობა ნიშნავს, რომ იცი, რა გსურს. შენ დააზუსტე შენი განზრახვა. თქვენ აამაღლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, რათა შეესაბამებოდეს ამ სურვილის ასრულების შეგრძნებას. თქვენ შეუსაბამეთ თქვენი რწმენა, ემოციები და ქმედებები ამ ახალ რეალობას. თქვენ კვანტურ ველში აგზავნით მკაფიო, თანმიმდევრულ სიგნალს. მაგრამ დანებება ნიშნავს, რომ თქვენ ათავისუფლებთ მიჯაჯვულობას იმის მიმართ, თუ როგორ და როდის ხდება ეს სურვილი. თქვენ ენდობით, რომ სამყარო, რომელსაც აქვს წვდომა უსასრულოდ მეტ ინფორმაციაზე და შესაძლებლობებზე, ვიდრე თქვენს შეზღუდულ შეგნებულ გონებას, იცის იდეალური გზა და დრო თქვენი სურვილის რეალიზაციისთვის. მკაფიო განზრახვის პლუს ემოციური თანხვედრის პლუს პროცესისგან განცალკევების ეს კომბინაცია არის ფორმულა იმისა, რაც სასწაულებრივი გამოვლინების მსგავსია. ადამიანების უმეტესობა ამას პირიქით აღიქვამს. მათ ან აქვთ ძლიერი სურვილი მიჯაჯვულობასთან ერთად, რაც მათ შფოთვისა და სურვილის სიხშირეში აკავებს, ან ისინი ნებდებიან სიცხადის გარეშე, რაც სამყაროს არ აძლევს თანმიმდევრულ სიგნალს, რომელზეც უნდა უპასუხონ. გასაღები ორივეშია. აბსოლუტურად ნათლად განსაზღვრეთ, რა გსურთ და იგრძენით, რომ ეს უკვე თქვენია და ამავდროულად სრულად ენდეთ სამყაროს დეტალები, თუ როგორ მოდის ის. მადლიერება არის ემოციური ხიდი, რომელიც საშუალებას აძლევს ამ კომბინაციას არსებობდეს. როდესაც გრძნობთ ნამდვილ მადლიერებას იმის მიმართ, რაც გსურთ, თითქოს უკვე მიიღეთ, თქვენ ხართ ქონის სიხშირეში და ამავდროულად ათავისუფლებთ კონტროლის მოთხოვნილებას. მადლიერება ამბობს, მადლობა ამ საჩუქრისთვის, რომელიც ვიცი, რომ უკვე ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვხედავ მას ფიზიკურ ფორმაში. მე სრულად ვენდობი, რომ ის გზაშია იდეალური ფორმით და დროით. მადლიერი დარწმუნებულობის ეს ვიბრაცია, ალბათ, ყველაზე ძლიერი სიხშირეა, რომლის გამოსხივებაც შეგიძლიათ. მადლიერი დარწმუნებულობის ამ ადგილიდან ცხოვრებით, კვანტურ პრინციპებთან შესაბამისობაში, ყველაფერთან თქვენი ურთიერთკავშირის გაგებით, თქვენ ხდებით ის, რასაც ზოგიერთი ტრადიცია ცნობიერ შემოქმედს უწოდებს. არა იმიტომ, რომ მანიპულირებთ ან აიძულებთ რეალობას, არამედ იმიტომ, რომ გახსოვთ თქვენი ნამდვილი ბუნება. თქვენ გაიღვიძეთ იმ ფაქტში, რომ ცნობიერება ფუნდამენტურია, რომ თქვენ ხართ ცნობიერება, რომელიც გამოხატავს საკუთარ თავს კონკრეტული ფორმით და ამ ფორმას აქვს უნარი, გავლენა მოახდინოს ველზე, რადგან ეს არის ველი. ამ გამოღვიძებული მდგომარეობიდან ცხოვრება სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად იქცევა. გამოწვევები შესაძლებლობებად აღიქმება. დაბრკოლებები ზრდისკენ მოწვევად. წარუმატებლობები უკეთესობისკენ გადამისამართებად. თქვენ წყვეტთ რეალობასთან ბრძოლას და იწყებთ მასთან ერთად დინებას, ამავდროულად, ამ დინებას თქვენი მკაფიო განზრახვებისა და ამაღლებული ემოციების მეშვეობით წარმართავთ. თქვენ არ ხართ პასიური, არ ელოდებით ცხოვრებას. მაგრამ ასევე არ აიძულებთ, არ ცდილობთ შედეგების არსებობას. თქვენ შთაგონებული მოქმედების იდეალურ წერტილში ხართ, სადაც თქვენი ძალისხმევა უნივერსალურ დინებას შეესაბამება, რაც ყველაფერს უფრო მარტივს და ეფექტურს ხდის. თქვენი ცხოვრების გარდაქმნის ძალა ყოველთვის თქვენშია. ის არასდროს ყოფილა თქვენს გარეთ, არასდროს ყოფილა დამოკიდებული გარემოებებზე, სხვა ადამიანებზე ან იღბალზე. ის კოდირებულია თქვენს ბუნებაში, როგორც შეგნებული არსების, რომელიც უსასრულო შესაძლებლობების კვანტურ ველთან არის დაკავშირებული.
ხოველი აზრი, რომელსაც ფიქრობთ, ხოველი ემოცია, რომელსაც გრძნობთ, ხოველი განზრახვა, რომელსაც ისახავთ, ამ ველში ტალღებს აგზავნის. კითხვა ის არის, აგზავნით თუ არა ამ ტალღებს შეგნებულად თუ არაცნობიერად, ქმნით თუ არა ნაგულისხმევად თუ განზრახ. ახლა თქვენ გესმით, რომ კვანტური ჩახლართულობა არ არის მხოლოდ სუბატომური ნაწილაკების ფენომენი. ეს რეალობის ფუნდამენტური ბუნებაა და თქვენ ამ რეალობის ნაწილი ხართ. თქვენი ცნობიერება არ არის იზოლირებული. ის ყველაფერთან არის დაკავშირებული. თქვენი ქვეცნობიერი არის ანტენა, რომელიც ასხივებს სიხშირეებს, რომლებიც აყალიბებს თქვენს გამოცდილებას. თქვენი ემოციები არის ენერგეტიკული გადაცემები, რომლებიც ურთიერთქმედებენ კვანტურ ველთან. თქვენი რწმენა ქმნის ფილდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობები იშლება ფიზიკურ გამოცდილებად. ეს ცოდნა ძალაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გამოიყენებთ. ამ პრინციპების გაგება ინტელექტუალურად არაფერს ცვლის. თქვენ უნდა განასახიეროთ ისინი. თქვენ უნდა ივარჯიშოთ თქვენი აზრების, ემოციების და ქმედებების იმ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანაში, რომლის შექმნაც გსურთ. თქვენ უნდა გადააპროგრამოთ თქვენი ქვეცნობიერი თქვენი სურვილების მხარდასაჭერად და არა საბოტაჟისთვის. თქვენ უნდა განავითაროთ ვიბრაციული დარწმუნებულობა კონტროლის დათმობისას. თქვენ უნდა იგრძნოთ მადლიერება იმის მიმართ, რაც ჯერ არ გამოვლენილა, თითქოს უკვე გამოვლენილიყო. ეს ადვილი სამუშაო არ არის. ის მოითხოვს თავდადებას, თანმიმდევრულობას და გამბედაობას, რათა თავი დააღწიოთ ათწლეულების განმავლობაში განპირობებულობას. იქნება ეჭვის მომენტები. სამყარო გამოსცდის თქვენს ერთგულებას. ძველი ნიმუშები შეეცდება საკუთარი თავის ხელახლა დამკვიდრებას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რეაქციაზე მეტად თანხმობას, შიშზე მეტად რწმენას, ეჭვზე მეტად დარწმუნებულობას ირჩევთ, თქვენ აძლიერებთ კვანტურ ველთან შეგნებულად მუშაობის უნარს. თქვენ უფრო ძლიერი ხდებით, არა სხვებზე ძალაუფლების გაგებით, არამედ თქვენს შინაგან მდგომარეობაზე და შესაბამისად, თქვენს გარე გამოცდილებაზე ძალაუფლების გაგებით. სამყარო თქვენს მიმართ გულგრილი არ არის. ის თქვენგან გამოყოფილი არ არის. თქვენ ხართ ის და ეს თქვენ ხართ, რომელიც საკუთარ თავს თქვენი ინდივიდუალური ცნობიერების უნიკალური ლინზით განიცდის. როდესაც ამ ჭეშმარიტებას შეესაბამებით, როდესაც ამ გაგებით ცხოვრობთ, რეალობა უსასრულოდ უფრო ჯადოსნური, უფრო შინაარსიანი და უფრო მგრძნობიარე ხდება თქვენი ღრმა განზრახვების მიმართ. თქვენი ტრანსფორმაცია ახლა იწყება, ამ მომენტში გადაწყვეტილებით, სერიოზულად მოეკიდოთ ამ პრინციპებს, მიეძღვნათ ვიბრაციული თანხმობის ყოველდღიურ პრაქტიკას, ენდოთ პროცესს, მაშინაც კი, როდესაც შედეგები მაშინვე არ ჩანს. ძალა ყოველთვის თქვენი იყო. ერთადერთი კითხვაა, მზად ხართ თუ არა მისი მოთხოვნისთვის, შეასრულოთ თქვენი როლი, როგორც შეგნებული თანაშემქმნელი, რომელიც კვანტურ ველთან ჰარმონიაში მუშაობს იმ ცხოვრების გამოსავლენად, რომლისთვისაც გეკუთვნოდათ ცხოვრება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, უკვე თქვენშია. დაფარული ენერგია იღვიძებს. კითხვა ისმის, რას იზამთ მასთან?